გასულ ეპიზოდში თქვენ ნახეთ. შერკინებაში გამარჯვებულმა გიორგიმ 1000 რინგით 9 პიცა ამჯობინა. Мацгарма картоლებма сексზე დაიწყეს ოცნება. Сексом надо заниматься, а не разговаривать. დათოსა და მარიამის კონფლიქტი. ეწენე რას არ ლაპარაკობ, вообще ნორმალურად მე ლაპარაკობ. და თვითკრიტიკული პინკი. დათოსა პრეიმებიან არაფერს აკეთებ ეგეც არ უცნობ. მეც არაფერს არ ვაკეთებ. ტომთა საბჭოს მთავარი თემა. რაში სჭირდება გოგონებს უსაქმური კაცები? ფუნქციები საერთოდ არ გვაქვს გადანაწილებული არც გოგოებს, არც ბიჭებს და აქედან გამომდინარე მე დიდ როლს კაცის როლს აქ ვერ ვხედავ. სუსტმა სქესმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა. თბილისში ბიჭი ის არ არის, ვისაც კასტრაცია აქვს აკეთებული და აქედან ვისაც ფეხით გიო ის აღარ არის კაცი. ხეიბარი დათო ისევ ტომში რჩება. უკაციელ კუნძულზე მარიამის ცეცხლი ჩამოვა. ვიდრე აქამდე ყოფილვარ ამ კუნძულზე საერთოდ. გაერთიანებულ ქართულ ტომში რამდენიმე აქტიური წევრია, მაგრამ მათ არ ყავთ აშკარად გამოკვეთილი ლიდერი. იმისთვის რომ მოიპოვო ლიდერის სკამი, საჭიროა მყარი ზურგი. დღევანდელ შერკინებაში მათ სკამებს სწორედ მყარი საზურგეები ექნება. საკუთარ საჯდომზე ზრუნვა კი ქართულ რობინზონებს თავად მოუწევთ. გამარჯობა. დღევანდელ შერკინებას ქვია 90 გრადუსი. წესები ძალიან მარტივია. თქვენ ხედავთ ბოძებს. ამ ბოძებს ყველა უნდა მიეღნოთ ზურგებით ისე, რომ შეიქმნას 90 გრადუსიანი კუთხე. სხვა შორის საკმაოდ რთულია მით უმეტეს ასეთ სიცხეში. გაიმარჯვებს ის, ვინც ყველაზე დიდხანს გაძლებს ბოძზე მიყუდებული. ახლა კი რაც შეეხება ჯილდოს გამარჯვებულისთვის. ეს არის 1000 ამერიკული დოლარი. ამ თანხას მიიღებს ერთ-ერთი თქვენგანი, ვინც ყველაზე დიდხანს გაძლებს. თანხა საკმაოდ კარგია. მიეყუდეთ.
თამარ, გელუდები. 3, 2, 1. დაიწყო. მიყუდებული. ზვიად, ჩაჯექი მანდე. დარჩით 6. ნათიას უკვე უჭირს მე მგონი. ნათია მეორე გამოეთიშა თამაშს, თქვენ დარჩით 5. ვიცი რომ საკმაოდ რთულია. მგონი ყველაზე კარგად თამარი გძნობს თავს. კეთი გამოეთიშა თამაშს, დარჩით 4. ახო ფეხები მიმდის წინ. მიმდის და მაშინ დაჯექი, ესე იგი ვერაკეთე. ეს ყარი 90, ახლა ფეხის არ მექნება რა მნიშვნელობა. აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფეხებს იკავებ თავს. იასმია. გიორგი, შენ ძალიან ჩაიწიე, ოდნავ ზევით უნდა ახვიდე. გიორგი, დაჯექი. დარჩით 3, ვახო თამარი და შორენა. აი კეთი დროდესო. $1000 მაგრამ ჭირდება. ვახო, შენ გაქვს ფეხები ისევ წინ? აუ, მიმდის. ხო, ვიცი რომ მიდის, მაგრამ დარღვევა. ძიმე ვარ და სიმძიმისგან მიდის. თამარ, შენც ოდნავ უნდა აიწიო. შორენა შენც, იმიტომ რომ ჩასრიალდით, აშკარად ყველა ქვევით. ვახო, შენ ხელებით შეეხე უკვე ბოც, შეგიძლია დაჭრე. დაჯე. ისევ გოგოები. თამარი შორენა. თამარ, ოდნავ ზევით აიწიე. კიდე თამარ, ოდნავ ზევით, ჩადიხარ ძალიან ქვევით უკვე. გამარჯვებული შორენა. ახლა რა მინდა გითხრათ, კიდევ მაქვს ყველასთვის ერთი კარგი ამბავი. ყველა თქვენი ახლობლებისგან მოსულია წერილები. ოღონ შორენა. შენ მოიგე $1000. შენ შეგიძლია დათმო ეს $1000 და შენი წერილი. სხვების წერილების სანაცვლოდ. მე არ მჭირდება შენი გადაწყვეტილება ამ წუთში, შენ გაქვს დრო, შენ გაქვს 2 საათი იმისთვის, რომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. 2 საათში მე მოვალ კუნძულზე და შენ მეტყვი, რა ირჩიე? თანხა შენთვის თუ წერილები თანატომელებისთვის. 2 საათი. დაბრუნდით ყველა კუნძულზე. $1000 დიდი ფულია და ხო წერილების გარეშე როგორ მოგავწევთ? აი ხა, ყოველს მაგალითად ვილაპარაკ, მე მგონი თითქმის ყველა ესე მეცე. ყველა ესე მეცე. კი, ნამდვილად ესე მეცე. Вообще წერილი სურემაში არ მიმიგე. ორჩემი. მე დავფიქრდი შორენა სადღაც. აი, მე არ დავფიქრდი არანაირად. ჰოსპიტალში. აი, ცოტა ეჭვმეპარება, რომ არ დაფიქრებულიყავი და გაცულიდი. ეჭვმეპარება. რომანტიკაა ეს. ესეთი რომანტიკა აღარ იქნება სოფლიოში. აქ წერილის ვეღარ მიიღეს. ისე ვაპარაკავს, ისეთი რომანტიკოსია. არა, რა არის იცი? ბევრი არის რომანტიკოსი, მაგრამ რომანტიკა არ იციან და ზოგი ვანაში წყალს აუშვებს და გედებს გაუშვებს და ის გონია რომანტიკა, მაგრამ ჩაკულიას მეგობრებისგან. გასაშველიძეს ნინიკოსგან. კეთი ქათამაძეს. ავისგან. ნათია გობაძეს, ნინიკო და ლეუკა და სალი.
შორინა, მეორე მხრივ ჩემი წერილი და ჩემი ფულები. მილიონიკი. შეუნდა გააკეთო არჩევანი. ეს არის თანხა $1000 და შენი წერილი. ეს არის სწორების წერილი. სამწუხაროდ ჩემი წერილი და ჩემი ფულები. აკეთო მოსია. არჩევანი. ეს წერილები მიმაქვს უკან. დიდი მადლობა. ჩაყა გადაყარე. ცეცხლი წავა. არ წაიკითხე რა წაიკითხე. მამა ჩემი ხელია ვიცანი. აკრო წაგვეკითხა ის ნაცნობი ხელნაწერი და ის სიტყვები. მაგას რო წარმოვიდგენ რომ აირჩევდა წერილებს რამხელა მართლა დავიწყარი სიხარული ხმოდა ჩვენთვის რა წერილში შეიძლება ისეთი ბევრი არის წერმელი აი ეს ემოციები რო წარმოვიდგენ რომ როგორი ემოციებით მწერდნენ და ხელი რო ვიცანი მამა ჩემის ხელია ეს მამი ჩემი წერს რომ ასე იგი მამიკო არ დაგავიწყდეს მისი გორიზა ხარო ჯანიაშვილს უკან დახევ არ შევიათო და გამაგდიო და თუ დამარცხდებიო არც ეგ იდარდო დამარცხებას ლამაზად უნდაო და აი ამ სიტყვებმა მართლა ჩამაფიქრე ყველაზე კარგი რაც შეიძლება ამ კუნძულზე მომხდარიყო საერთოდ რა ყველას ძალიან ვთქვი არა ფულიც ნუ მაგარია თან აი ეს კაია მარა იქ სადაც ჩვენ ვართ ახლა აქ ჩვენი საყვარელი ადამიანებისგან რაღაც ის სასიყვარულო სიტყვების წაკითხვა უფრო მეტი იქნებოდა ვიდრე ფული აუ ეს ემოცია ყოველს უნდა ქონოდა აზე ხარ ყველას ის რომ მოეცათ და აქ მინდა ატყდებოდა ყველა თავით ჩემი მეგობრები ვიცი არ დამიწერ აბა და მე ხალისებდით შევიკრიბებოდი შენ წერილზე ვიხარი მამალ მგელს რო კბილებიდან ბარკალს გააგდებიან ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე რა მინდა რამეთი რომ გეხოსავე გავამარა ნიკო სალინე ლუკაის სახელები აქ რო ყოფილიყო 100,000 მაინც არ შეეძრებოდა რა ეხა ჯობდა რომ შორენა უარია თქვა იმ ფულზე რა ეს წარმოვიწყო წერილი აი ეს წარმოვიწყო და ვიცი ეგოისტო და ცუდო ბავშვო მარტო შენ თავზე იფიქრე აცალე შენ გამიყო მაქსიმუმ ტომდა საბჭოზე დავიწერე და ამ ემოციას მაინც ვერ წამართო არ არსებობს ბოროტეხმები ამბობენ რომ ქართველი რობინზონები უკაცრიელ კუნძულზე 1000 საზიზღრობას ჭამენ. რა თქმა უნდა ჭორებს არ უნდა დაუჯეროთ, მაგრამ ეს ჭორი არ არის. დღეს ჩვენს გმირებს საკმაოდ გემრიელი სადილიებით. გამარჯობა. დღევანდელ იმუნიტეტის თამაშს ქვია სადილი. სადილი არის 3 ეტაპიანი. თქვენ წყვილ-წყვილად
მოხვალთ ამ დოლთან, რომელზეც ეს დახურული თასებია. მე დავატრიალებ დოლს და ვისანაც რომელი თასი მოვა, იმას გახსნით. არის რამე? გამარჯვებული იქნება ის, ვინც პირველი მოასუფთავებს ამ ჯამს. მესამე ეტაპში, ანუ ფინალურ ეტაპში გამარჯვებული მოიპოვებს იმუნიტეტს და უახლოეს ტომთა საბჭოზე მას არ დაემუქრება კუნძულიდან გაძევება. ვიცი რომ ხშირად ის არა გაკ. და არ დაივიწყოთ შეფმზარეული. ათია ზვიად თქვენ ხართ პირველი წყვილი, დანარჩენები აქეთ მხარეს. კილოცავთ. ზვიად გადმოდი, ჩემგან ხელმარჯვნივ. მაინც არ დაგავიწყდეთ, რომ იმუნიტეტის სიბრძვით ეს თქვენი გარანტია, რომ უახლოეს ტომთა საბჭოზე იქნებით ხელშეუხებელი. ათია, ჯერ შენახავთ. ხტება, თევზია? ცოცხალია? სუში არ გიჭამდა? ხო, ცოცხალია. ზვიად. ის არის. აუ, შენი დედავატირე. ჭია მოუვიდა. ხა ჭამე დროს მასაც არ შეხვდეს რა. მომზადეთ 3, 2, 1. Bon appétit. Dajcie. Mokal. გორვე წაგებულები ხართ. თუ გინდა ეს შეჭამოს. თუ უნდა და გინდა? სვიადნათია. თქვენ ვერც ერთმა ვერ შეასრულეთ თამაშის პირობა. თქვენ ვერ შეჭამეთ ის, რაც უნდა გეჭამათ. შესაბამისად, თქვენ ეთიშებით თამაშს. ორივე წაგებულების ადგილზე. შემდეგი წყვილი გიორგი შორენა. შორენა აქეთ. პირველი ხსნის. კია. შეარე. ქიშმიშია ეს. დაბრუნდით. სად ხართ? 3, 2, 1. შორენა მოიგო. კიდე ჭამ? გიოც, და მედი იქიდან ხარეს გამარჯვებულები. გიო. ყველაფერს ჭამს ეს რა. ფოკუს რატო ჭამს? შემდეგი წყვილი. დათო თამარი. პირდაპირ დავატრიალებ. ეს არ გეტყვით. დათო პირველმა შენახადე. გვანახე რადევში. ის არის რო ხტუნაობდა. თამარ, მანახე? ცოცხალია ვერ. სკელეტონ. ეზიზღებათ თუ არა, ამაზე მოცნებო მთელი ცხოვრება. ძალიან მაინტერესებდა ამის გასინჯვა ახლა. 3, 2, 1 და ოცნება აგიხდებით. დაგემიდე, და არ გემიდე. ხტილები. იქ გამარჯვებული. საო. გამარჯვებული თამარი. თამარ, შევიგურს გამარჯვებული. აქეთ ამ ხარეს შორენას გვერდით, დათოშე როგორც დამარცხებული მანდ დაჭიქი. შემდეგი წყვილი. ახო კეთი. ერთი აქეთ, ერთი იქით. ონის ტყემალი მინდა რა რაღაც. საწეველი.
ისე რომელს უფრო გჭირდებათ იმუნიტეტი. ყველას გჭირდება, მაგრამ აი ეს რაღაც ამ დონეზე იმუნიტეტი გჭირდებათ. ჭამა გინდათ. უფრო მალე ეს. ასერო პოზინა გვეცა. ვაში. აუ, ეხლა რაღაცა 9 თავიანი მოიჭმე. და ცოცხალი. აქ. კეთი. რა? არაკიან. რა, გატყლეზი. რამ ის ხო არის? ბახო. განავალი. აბა, კაკოსი. აიცა. თან რა პატარა ჩემი რამ ხელა იცი. კოკოსი, ოღონდ ცოტა ყარს. აი მიდია. რატო არ სუნთქავს, ჩადე უკან. 3, 2, 1, ჭამეთ. მიდი. ენა განმო. ენა გამოყავ. კეთი გამარჯვებული. რა იყო? კეთი შორენასთან და თამართან ვახო. დაგებულებ. ფუ, ალინდა. შემდეგ ეტაპზე გავავიდნენ გოგონები. გილოცავთ. ამ ეტაპზე თქვენ უკვე მოგიწევთ ყველას ერთმანეთთან შეხვედრა. ერთმანეთთან დაპირისპირება და კიდევ ერთხელ რაღაცების შეჭმა. პირველი წყვილი თამარი შორენა. დენედენ. ჩემი? მე შეიძლება შეხვდეს ნათიას რო გაიქცა წინას. რა არის? ოუ, ფა. რა არის? ჭირები. რისი ჭირები? არ ვიცი. 3, 2, 1. აი. გემურის. გამოყვამანაც. ერთნაირად გამოყვანო. თამარი იყო პირველი. თითქმის ერთდროულად მოხდა, მაგრამ თამარი მაინც იყო პირველი, შორენა შენ მაინც ყოჩა. მიუჯექი ვახოს გვერდზე. მე ტირი დაიბანეთ, რომ არ დამელაპარაკე. აუ, გაჩერდი რა. შემდეგი ეტაპი უკვე კეთი და თამარი. საერთოდ გემო გაუგე მაგრეთ რა ყველაფერს. ო, ეთყობა რა. მადლ ჭამაში მიდის მომწონს. მართლა მოვიდა. კარგად წავიდა. ესე რა გინდა რომ მოვიდეს ხოლმე უფრო. კეთი ჯერ შენ მოხადე. რა არის განახე? წაი ბაღაყებს, მაგრამ არ არის ბაღაყი. ბაღაყებს არა ისეთი. ჩემიც ეგ არის კი. იგივე. ორივეს ერთ და იგივე რაღაცა გაქვთ, ერთ და იგივე რაოდენობის. შესაბამისად გაქვთ უკვე ერთნაირი შანსები. 3, 2, 1 დაიწყეთ. პირველი მე. ქნა და მე. აუ, გამეჭყირა. გამარჯვებული თამარი. ყველაფერს ისეთ ტემპში ჭამს. შორენა დაიკავე შენ თამარის ადგილი, თქვენ ახლა შეხვდებით ერთმანეთს. თქვენში ვინც გაიმარჯვებს, ის უკვე ფინალში შეხვდება თამარს. დავიწყეთ. შეიძლება ახლა ჯერ შეიძლება მოусმინო რამე ხო არა შეგდით. ახლა აი, ისე. რასაც ნატრობდა. მარა. რა ურასაც არ ნატრობდი და არ მინდოდა ყველაზე მეტად ვრცი. 3, 2, 1. შორენა გამარჯვებული. ფინალში არიან თამარი და შორენა. მე აღარ დავატრიალებ ამდელს. თქვენ გაქვთ ფიქსირებული ორი განყოფილება. ორივეს თასებში დევს ერთი და იგივე. ვინც ფორმალე შეჭამს, ის იქნება გამარჯვებული. მოდი ჯერ შენ ნახე რა დევს. მოხსენი? იქეთ მკვდარი, აქეთ ცოცხალი და ნორორი. შორენა შენ შეგიძლია ნახო? ორი ცოცხალი, ორი მკვდარი. ორი ცოცხალი, ორი მკვდარი. 3, 2,
1 წავიდა. ეგრევე რომელი გამოყოს პირველი ენას. თამარი გამარჯვებული. იქით აქ არა. შორენა ოჩაღ, მაგრამ თამარმა შენ დაგამარცხა. თამარ, ოჩაღ, რაც არ მეგონა ისქენი. შენ გაქვს იმუნიტეტი. უახლოეს ტომთა საბჭოზე შენ ხარ ხელშეუხებელი. გილოცავ. შორენა, შენ არ გაქვს იმუნიტეტი, მაგრამ მაინც ოჩაღ, მაინც გილოცავ. ის რაც შეგააკეთე, ვერ გააკეთა. ბევრმა. შეგიძლიათ ხოლმე დაბრუნდეთ კონსულზე. შევხვდებით ერთმანეთს ტომთა საბჭოზე. არ მომეკავთ არც ერთ. დაწლავები აცხიათ სახეზე. Kau. ეხა ნაღდი არ მშია ზნაო. გოგოება მართლა რაღაც სასწაული გააკეთეთ, ცოტა ხალი მატლები გადაყლაპეს და რაღაც ხამურის ჩონჩხები თუ რაღაცები შეჭამეს. ცოტა შოქში დავჭირე. მე ვიცი რომ ბაყაყი იჭმევა საერთოდ და ამბობენ რომ არის ძალიან გემრიელი ეს აზიურ ქვეყნებში და მისი ჩონჩხი გამომშრალი რაც კაპჩონის გემოქონი. ცუდი არისო. აი ხა ვინჯი გაჭირდა. რაღაცა გავთიშე აქ რა, აი აქ გავთიშე, რომ ვერ ვხედავდი. ტვინში რაღაცა გავთიშე. არ ვიცი, რაღაცა რეფლექსია ალბათ არ ვიცი, ან რაღაცა დამიცვა რა, ჩემა ფსიქიკა მეტყობა. ყბების ამიმოქმედე და თორე დილაზე გახურება ჭირდებოდა ხმა. მე გამოვშტე. აი, ბოლო მატლი იყო ძალიან სასწაული. მეტყობა უკვე ძალიან ბევრი საზრდოობა მქონდა დაჭავი და იმ ბოლო ჭიის გემო უკვე ვიგრძენ, იმიტომ რომ რაღაც თავის რაღაც გამოუშვა, რაღაც ლორწოალი გარს თუ არ ვიცი რაღაცა, და ყველაფერი ერთად აირია და ძალიან ცუდი გემო ჩამყვა ამ ჭიის და ყველაზე ცუდად ეგ დამომახსოვრდა. ქალი რო შეჭამს ამ მატლს ეს ნაწლავები რო სახეზე მოეცხება. რა ვიცი, ქართველისთვის საქართველოში ეს ხომ მიუღებელი. რა ეგზოტიკური რაღაცები მიჭამია. არა, ხო ეგეთ რაღაცას ხო ცხოვრებაში აღარ გავსინჯავდა, ვერ გავსინჯავდი. რატო ცხოვრებაში ხო არ დაგავიწყდება ეს პაზორნი წუთები? რატო პაზორნი კი ეს არის საამაყო წუთები. გასაამაყო რაღაც ფეხი ვერ შეხედი რომ მოძრაობს ეგეთი და ლორწო რო ჩამოდი. ხო და შენ წარმოვიდგინე თბილისში რა, ეს არ არის პაზონი, პაზონი სხვა რაღაც. მართლა ვერ წარმოვიდგენდი რა. რა. რატოა პაზონი? არა, ამიცენ რა. პაზონი მაგარი ხარო შეჭამე რა, ესეთი რაღაც ხო უკაროდა იხავა, ეს უფრო პაზონი არის. გაჩნდა. რა მნიშვნელობა აქვს რა? აქ არის შენი თავის დაძლევა, ხო? აგრები არის. ჩემ თალში მაგრები. აზორიერი ჩემთვის აქ რო რაღაცა უქნდა და ხო, გავა. მაგრამ შეხო ცადე, შეხო დადე. ისი არ მოგვივიდეს, კატავეში ძეხსო, პარასკევია დღეს. მატლო დავინახე რომ მოძრაობდა, მეთქი არა ძმო, არც ეგეთი იმუნიტეტი მინდა. არც ეგეთი გადალახვა რაღაცის. აი, აღარ გიყო. აი მე მაგალითად ვინანე. მე არა. მე ვინანე რომ შევჭამე და მაინც ვერ გავედი ფინალში. ამავე დროს გამიხარდა რომ შორენა გავიდა, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთა ამ გულ. არ მინდა მე საჭმელი შემიზღო და საერთოდ და მინდა მე ეს იმუნიტეტის გამო ამ ხელა პრობლემები შეიძლება ის და საჭმელი შეგდიზო და ვეღარ ჭამო არა იმუნიტეტზე არა არა მე პირიქით მე შეიძლება ითქვას რომ ფსიქოლოგიურად უფრო გავძლიერდი იმიტომ რომ მივხვდი რომ იმაზე მეტი შემიძლია რაც საერთოდ წარმომედგინა რომ ანუ იმაზე ძლიერი ვარ რაც მე პირიქით რომ მივხვდი ვერ შევძელი ესე იგი ჩათო რა აი ისე ვის სტარი დობრი ვახო ვარ ადამიანმა ყველაფერი პირში არ უნდა ჩაიდოს რა 1000 საიზრობა არსებობს და ყველაფერი თუ პირში ჩაიგდე რა ვიცი ასეთ ცხოვრება არ არის ლამაზი კი არა და ვაფშე რა ვიცი არ მიმაჩნია სწორად რა არსებობს რაღაცები რაც უნდა ჩაიდო პირში რაც არ უნდა ჩაიდო არის ხალხი რომ არიან ხალხები რომლებიც ჭამენ ამ მატლებს და ამ ყველაფერს ჩვენ ახალ ჭამენ არა ადამიანებს არავინ აღარ ჭამს ახლა არცად აღარ ჭამს არა კანიბალიზმი აღარ არსებობს არც ერთ კონტინენტზე და არც ერთ კუნძულზე
ხო? ეს დამერწმუნე ეგრე არის. სხვა ქვეყნებში შუა პლაჟზე სექსიც მიდის, მაგრამ ჩვენ ქართველები რომ დაგვავიწყდება რა. გავიხმართ კიდევაც ბიჭებმა რომ ქალი რომ მატლს შეჭამს, ის კიდევ ბევრ რაღაცასაც შეჭამს. ეს უკვე რაღაც საშიშია და არანორმალურია და რაღაცა ეს ხუმრობით იმას ავქეთ, მაგრამ ალბათ არის ამაში რაღაც, არ ვიცი. კი ბატონო, შემჭა დაჭამი პროტეინი და ცილა. შემჭა, აღარ მშია. დილას გავიღიდე შიფშის გზობა მქონდა, ეხა აღარ მშია. აი მართლა. იმაშია რომ აღარც მემშია უკვე. ხო, მაგრამ სამაგეროდ მე ამითი ენერგია მომემატა, იმიტომ რომ მე ცილა შევჭამე და შენ ენერგია არ მოგმატებია, აი განსხვავება, თუნდაც ეგრე. ეგრე მიუდექ. მაგი არის ფიქრო, თამუნე რომ მე გავდნე ახლა მაგრამ. არა, შენ არ გადნები, მაგრამ ენერგია მე მივიღე და შენ არ მიიღე, ხვდები? მე ვთვლი რომ მამკაცის რეაქცია არასწორი იყო. ჯერ ეს ერთი თუ რაღაცას არ აკეთებ, უნდა თქვა ან არ ვაკეთებ, ან თუ რაღაცას ვერ აკეთებ, უნდა გეყოს იმის ვაჟკაცობა, რომ თქვა ვერ ვაკეთებ. მე ყვილა არ ვიბრძვი მეთქი გითხარი და მე ჩემ თავში შემეყარა ეჭვი. ეს ბრძოლა იყო ამ ხელა. გიხსენ თუ არ მომისმინე, მე ვერ აგიხსენ. რა, ამჯერი ხანია ლაპარაკობ და კიდე არ მოგისმინე. ბიჭო, მე ყვილად არ ვიბრძოლებდი თქო. ყვილად არ ვიბრძოლებდი, გამიგე? რას ქვია? ყვილად არ იბრძოლებდი. იმიტომ არ ვიბრძოლებდი რომ რა ვერ გაიგე, მასწრებ და ხახაში რომ გადაიგდებ ადამიანი, ჩემზე სწრაფად აღარ გებრძოლებდი რა. აუ, ნახე მე როგორ გადაყლაპეს და რაღაცე უნდა გებრძოლო. შემეშვიდე, ჩემზე კარგად რო ჭამბატს მე არ შეგეჯიბრები. მოდიალობ, ერთ ასე. ბიჭო, ვერ შეგეჯიბრები, ჩემზე კარგად რო იგდებ. ამ შემთხვევაში თუ სკლინტი ჩამოგკიდონო, ეგ ვაფშე რა მოსატანია. საერთოდ სუსტის ქესის წარმომადგენელი რაღაცაში რო რაღაცათი მეც გააკეთებს, უკვე მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროში, ხო? ის ფიქრობს, რომ აი всё, აი ეს მე რა ვქე, მე მოვიგე, იმას უკვე ვინც პირველად გაიგებს მოგების ფას და რაღაცას გადალახავს, ხო, იმის ის მნიშვნელობა არ აქვს, იმან რაში მოიგო. რა გინდათ ჩემგან? მე არ გავაკეთე, ტრაკი არ მქონდა. თქვენ ხართ მაგრები, რა ვთქვი უაზრობა. ასე თქვი, თავი და ეგრე არ თქვი ასიერ ადამიანო. ხალები ყველაფერში გამოდგნენ მაგრები. ხართ ძალიან მაგრები. ძალაშიც და იმაში. ხო, თქვენ რა ვთქვი, ცუდი ბიჭო, ვერ გავიგე. არაფერი არ გითქვავს, საერთოდ ხო, არაფერი. აუ, ჩემია. ესეთი მომენტია, რომ კატავე შეწდა ძეხსაო. მე ესე ვფიქრობ მაინც. ვინც დავშოთ, ანუ არ მოინდომა განზრახ, ესეც გასაგებია, მაგრამ ვინც ცადა და ვერ გააკეთა და მაშინ ამბობს, რომ ეს რაღაც სამარცხვინოა და ცუდად აფასებს, უარყოფითად აფასებს ამას ვერ გავიგებ. ავედი მე საფთევზაო. რა ესე მას ვიდგე და ჩავაგდო აქ. აი, მოვიდა პატარა ხუთი, მაგრამ ვერ კიდებს, იმიტომ დიდი ჩოკა. გონია რომ უფრო თევზი უნდა მოხონდეთ. არა, არა, რაღაცა არაფერი არ გამოვა მაგათთან. მაგათთან არ გამოვა. თავკუნ თავდა არ დაგა. რა ქენი? რა? ჯოხი გადატყდა. იქ რაღაცა შემწვარი. გამოედო რაღაცას ბედა გვიტყდა. ეს? საშინელება. გადმოხვედით რა ქოქოსთან? როგორ გაგიფუტდა? ეცეთი არ მომეწონა. ეს მაინც შევძო. აი ზუსტად შემიძლია ხანტა. დოქტორ, ნუ აქამდე რო იყოს რომ კაცმა მამაკაცმა უნდა მოიტანოს და უნდა გააკეთოს და ქალები დააპყროს, აქ მე არ დამინახავს ესეთი რამ, რომ რაღაც მოეკა. ოჯახის კაცობაში არ გამოდი. ოჯახის კაცების სახლში. აქ ყოველთვის მომიწევს. მაშინ გოგო, ვაუ, აუნა დაგხსნა რა. მართალია. ენასაც არ აჩერებენ, საქმესაც არ აკეთებენ. დიდად ვერ გვიწევენ კონკურენციის ვერც პრიზის მოგებაში. კაცი რომელიც თქვათ იმუნიტეტს ვერ იგებს, სახლში წამოწოლილია 24 საათი, არაფერს არ აკეთებს,
მე ვთვლი რომ იმ ადამიანმა უნდა დატოვოს საერთოდ პროექტი. საერთოდ უნდა გააქნენ მაშინ კუნძული. რა აზრი აქვს მათ აქ ყოფნას? ბოლომდე გქონდეს მატრიარქატი. ჩვენ თუ უსარგებლონი ვართ მათ თვალში, ისინი საერთოდ მაგდატვირთით არჩენა გვჭირდებიან არანაირად. იმიტომ რომ არაფერი სარგებელი არ არის მათგანაც. მართლა რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ახლა ისე რომ იმშველო, ესენი არ ფიქრობენ. აი ეს გავძლოთ შივრებმა და ვიყოთ ეს. ირწმუნეს თავის ძალებში და უხარიათ და რაღაც წამოეგენ რაღაც იმას, რომ აი კაცები რაში გჭირდება, კაცები რაში გჭირდება. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ არ მგონია, რომ ისე გადაწყვეტა, რომ კაცები არ დაჭირდება. შარშ ჩვენგან მამაკაცები არ გვინდა. საქმეზე რომ მიდგება, მამაკაცი უფრო ის არის კრეატიული და რაღაც ქმედითი ვიდრე ქალი. ქალის გაკეთებული ამ კუნძულზე მე არ მინახავ არაფერი. ისევ ჩვენ ვაკეთებ თუ რამეს ვაკეთებ. ეგეც აღარ გააკეთონ, ეხა ნერვების მოშლა და ის რა? მე მარტო ნერვებს ვიშლიან, მეც არაფერს. ამაზე შეგულებოდი. დღეს რო გოგოებმა იმარჯვეს ჭიების ჭამაში და მატლების ყლაპაში, ვაფშე არ გამკვირებია, მე გამკვირდებოდა ბიჭებს რო გვეჭამა რა. მე ამაზე ლაპარაკით პროსტა არ მზიამონებს, რომელი მატლის გადაყლაპა უფრო ადვილია თუ ტარაკნის. ეს ჩემი თემა არ არის რა. აი რამდენ ხინკალს შევჭამ, ეგ უფრო ჩემი თემაა. აი მაშინ კაი ხა წითელ ღვინოს ჩავასხავდი და კაი სადღეგრძელოს ვიყოდი ქართული სამზარეულოს. მე დაილოცოს რა ამათი მატლები და ეს აი მწვადი დაყარე ხინკალი კაი ეცებზე რაღაც ურვაკის სპორტით ხლად დაჭრილი დაყარე და ეს ახლა იმან მატლი ჭამა და იმიტომ აღარა ვარ კაცები საჭირო. ხალი რომ მათ შეჭამს არა გაგძელე ხალი რომ მას შეჭამს ის რა ეს ნიშნავს იმას რომ შეგიჭამს ობობებს არაკნებს ეს კაია ანუ პალისოსი პილესოსი არ გჭირდება თუ შეკრავე კიდე ბლოკს უძახი რა ეხლა მე არ უძახი მაღალფარდოვან სიტყვას რა ქვია ევაკუაციაო თუ კოალიცია ხო ევაკუაცია მაღალფარდოვანი სიტყვებით ვერ ლაპარაკობ ამას უძახი ბლოკს მე არ მეწყინება პირადად მე რომ გამაგდონ კაცებიდან თუ დაიწყოს და ერთ-ერთი მე გამიშვეს არ მეწყინება შეიძლება ეხლა ბიჭებს თან ესე მოიქცენ ანუ თავი მოაჩვენონ ვინმეს რომ აი გოგოების ერთსრულოვნება აქვს და ყველაფერში ერთად არიან ეს მხოლოდ მოჩვენებითია შინაგანად და სიტყვაზე ხმის მიცემის დროს ესე არ მოიქცევიან მაინც ერთმანეთს ჩაძირავენ ხარადად ისე მომთხოვა თუ იცოდი რომ მერყევი ხასიათი გადაფიქრება შეგეძლო გაჩუმებულიყავი უბრალოდ უფრო ლამაზი გამოჩნდა ბოლომდე გქონდეს მატრიარქატი მერე დავაკროთ კაცები და შეგვიძლია ფემინისტური პარტია მოძრაობა თავმჯდომარე ვიქნები ტომთა საბჭოზე ქართულმა რობინზონებმა არაერთხელ აღმოჩნდეს ის რომ აქ დაზღვეული არავინაა და ნებისმიერ დროს თამაშს შესაძლოა გამოითიშოს ნებისმიერი მონაწილე მაგრამ დაკვირვებული თვალი ძალიან კარგად შენიშნავს იმას რომ ტომის სამიზნე მშვენივრად იმართება ერთი ან რამდენიმე პირის მიერ გამარჯობა. დღევანდელ იმუნიტეტის თამაშზე თქვენ კარგად გამოიჩინეთ თავი როგორც ეს ცოცხალი ორგანიზმების ჭამელებმა. თერი ასორტიმენტი. ნახოთ ვინ შემოგეჭმევათ დღევანდელ ტომთა საბჭოზე. მაგრამ დღევანდელ მენიუში არ არის ერთი კერძი. ეს იქნება თამარი, რომელსაც იცავს იმუნიტეტი და რომელიც დღეს არის ხელშეუხებელი. მე მინდა პირველი კითხვა თამარ შენ დაგისვა. ეს იქნება ესეთი კითხვა რა მაინტერესებს შტაბეჭდილებები ანუ აი როგორ ჭამე როგორ დაძლიე თუნდაც ის სიზღი არ ვიცი რა ერქვა ამას რომ შეჭამე ბევრი რამე შტაბეჭდილებები ალბათ დაუვიწყარი იქნება თითო
თვითონ აი ამ შეჯიბრისგან მიღებული. როგორ ვჭამე, ამას ვერ გეტყვით. არ ვიცი, რაღაცამ ჩემო ფსიქიკამ დამიცვა ნამდვილად. ვერაფრის გემო ვერ გავიგე. ეთყობა ეს გზნობის აღქმა რითიც ხდება, ეს გამითიშა ჩემო გონება მეტყობა ის, რომ მე არაფრის გემო არ გამეგო, არ ვიცი. და თამარ, მაინტერესებს, აი ეს ბიჭებმა რომ არ ვიცი, ვერ გაბედეს თუ რა იყო, ვერ გადადგეს ნაბიჯი რომ ეს შეეჭამოთ, ხო? ეს შენ მიგაჩნია რომ არის მათი სისუსტე. მე ვთვლი რომ არის სისუსტე, მე ვთვლი რომ სისუსტეა. აი ვახო, შენ არ ფიქრობ რომ უკანასკნელი გმირი უნდა იყოს ისეთი ტიპაჟი, რომელიც აი ამაზე ყველაფერზე წამსვლელია, შეჭამს ხოჭოს, გამხმარს, მკვდარს, სუნთქავს. არა. რატო? აი უკანასკნელი გმირობა იმაშია, მაგარი რომ ამ ყველაფერს აული გვერდს და ისე ხდები უკანასკნელი გმირი. ყოველგვარი ამ საშინელი საზღრობის ჭამის გარეშე. ახალი წესი მოიგონე აშკარად. ო, ავიცი. მე ვთვლი რომ ამ პროექტში რაც კი კეთდება, უნდა უკანასკნელმა გმირმა უნდა გამოცადოს და გააკეთოს ყველაფერი. და მე არ ვთვლი რომ გვერდის ავლით რაღაც შეიძლება უფრო მაგარი გახდა და რაღაც პირიქით მე ვთვლი რომ ეს ძალიან დიდი დანაკლისია უკანასკნელი გმირისთვის. მატლის ჭამა არ ნიშნავს უკანასკნელი გმირი ხარ რა. არა. შეა მეორე დღეს ის დაიჭირო რაღაცა დრაკონს თავი მოაჭრა და არ შეჭამო მატლი და უფრო მაგარი. არა, მე არ ვამბობ რომ მარტო რაღაც შეჭამო და უგმირი. არ ვამბობ რომ მარტო მატლის ჭამა, მე ვამბობ ყველა ის თევზი ვერ დაიჭირეს ამე გადაიხარ. თევზი რითი და შიშველი ხელებით? არა, ერთი აქ სხვა რაღაცა რომ მარტო მატლის ჭამაზე არა. ჩალიჩო დამაძაგე. მე ვამბობ ყველა ეტაპი, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ეს დღევანდელი თამაში, თორე არ ვამბობ რომ მარტო მატლებს თუ შევჭამ მაშინ ხარ. ხო, ეგრე გამოგდით რა, რომ მე შევჭამე ყველაზე სპრატივნი რაღაცა და ეხლა კაროჩი გაიწიეთ, მოვდივარ. არ ვამბობ ესეთ რაღაცას. რა ვიცი, ეგრე გამოგივიდა. რატო გამომივიდა? არავის არც მე გამომივიდა, არც შორენას არ გამოსულე. დათო. აი შენ რას ფიქრობ ყველაფერ ამაზე? პროტეინები და ეგეთი საკვები იქით ვისაც უყვარს. მე უფრო არავის გვიყვარს ჭიები და არავის არ გვიჭამია მანამდე და მე მწვადე ეგ უფრო მევას ჩვენ ჭიებს ჭამთ ხოლმე თბილისში და დარაგნებს დავდეო არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა რა გინდათ სიტყვა იცი ლაპარაკით რომ ვითომ მესამე პიშ და ვითომ ჰაერში რომ ამბობთ ხო კონკრეტულად იგულისხმობა ის ვინც გააკეთებს მე ვამბობ რომ ყოჩაღები არიან და მე ვარ სუსტი აი ვამბობ მიღებულია შენი აღიარება მადლობთ გიორგი დღეს აი ბიჭებიდან ერთადერთი შენ იყავი ვინც რეალურად შეძლო შეეჭამა ხო რაღაც თამაშის დროს აი შენ როგორ ფიქრობ დღეს ბიჭებს უფრო ჭირდებათ იმუნიტეტი თუ გოგონებს კონკრეტულად ეხლა როცა ვზივარ მეხვდები რომ მამაკაცს უფრო ჭირდება იმუნიტეტი მაგრამ მამაკაცებმა ეს იმუნიტეტი ვერ დაიმსახურეთ ასე რომ უნდა ველოდოთ ნებისმიერ განვითარებას მოვლენებს და ეს კრიმინოლოგიკური და ასევე სამართლიანი დავიწყოთ ხმის მიცემა მაგრამ სანამ დავიწყებდეთ ხმის მიცემას თქვენ ხედავთ ყუთს ეს ყუთი რაღაცით გავს იმ ურნას სადაც თქვენ ყრით ხოლმე სახელებს რა დევს ყუთში თქვენවත් გაინტერესებთ ალბათ გეცნობათ ესენი ხო ახლა მე მინდა ესეთი ერთი გარიგება შემოგთავაზოთ თუ ეს არ ეხება შორენას რომელმაც უკვე მიიღო თავის წერილი თქვენ შეგიძლიათ თქვენი ხმა გაცვალოთ ამ წერილში ანუ აიღებთ წერილს მაგრამ იქ არ შეხოთ ანუ მე ვიღებ წერილს მაგრამ ხმას არ მაგრამ ხმას არავის არ წინააღმდეგ აღარ აძლევ სანამ შორენა ხმას მიცემდეს თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ წერილი თუ ხმა შორენა თვალთმაქცი ქვეშ-ქვეშა უზრდელი და უტაქტო ადამიანი გმირობის ღირსი არ არის. თამარ ახლა ეს შენი ჯერი ან წერილი შენი ოჯახისგან ან ხმის მიცემა თუ შენ აირჩევ ხმის მიცემას ეს წერილი ამ ცეცხლზე დაიწובה აქვე გადაწყვეტილება ხმას ეს იყო წერილი ოჯახისგან შენი არჩევანი იყო ეს თამარ ვიცი და არ უნანო თამარ შენ შეგიძლია შეხვიდე ხმის მიცემად
ეს არის დავითი, რომელიც საერთოდ აღარ არის კმედით უნარიანი. და კიდე ადამიანი თუ რამეს ამბობს, ან უნდა შეასრულოს, ან საერთოდ არ უნდა თქვას. ზვიად შენ რას ირჩევ? წერილი თუ ხმა? დავწვა პირდაპირ. გიორგი, ბევრს აღარ ვილაპარაკებ პირდაპირ. ხმა თუ წერილი? ხმა. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი წინათ თესაბჭოზე. ვიცი, რომ ძალიან გვიანია. მაგრამ რა ისე დაჭრილ ტყვეებს არ გლავენ. ვახტანგ კაკულიას მეგობრებისგან. თუ ვახტანგ კაკულია მეგობრების წინააღმდეგ. არანაირად. წერილი. წერილი? შენი არჩევანი გაკეთებულია. კეთი. ხმა. ხმა. რატო შენი არჩევანი მაინტერესებს? წერილი გირჩევია. თუ დავწვე. ნება შენია. ნათი ამ კონვერტს შენი სახელის გარდა აწერია კიდე 3 ადამიანის სახელი, ანუ ვისგანაც არის წერილი. ნინიკო, ლელუკა, სალი. რას ირჩევ? დავწვა ჩემი წერილი. დავწვა? ჩვენ გვაქვს 6 დამწვარი წერილი, გვაქვს 7 მიცემული ხმა. გასარკვევი დარჩა მარტო ერთი. ვინ დატოვებს დღეს კონსულს? გიორგი. დათო. გიორგი. დათო. გიორგი. დათო. ჯერჯერობით ხმები ზუსტადაა გაყოფილი. 3 ხმა აქვს გიორგის, 3 ხმა აქვს დათოს. ყველაფერს გადაწყვეტს ეს მე-7 ხმა და ეს არის გიორგი. გიორგი სამწუხაროდ შენ 4 ხმა გაქვს. აი შენ ჭირა დამოდი აქ. სამწუხაროდ შენმა ტომა ჩათვალა რომ შენ ზედმეტი იყავი. შენი ცეცხლი კონსულზე სამუდამოდ.
დადგა. მე უნდა წავიდე, თქო ყველას კი სრულ წარმატებას. შენც თამარ. დაიჭირე ნათია გზაში და დაუწყე ხუბით დათოზე რომ შენ პირდი დაუწერეო. შენ პირდი არა, დავით, შენ პირდი არა. გადავიფიქრე. არა, ნათიამ თვითონ მკითხა. მასო ფიქრობდი. კაი, ნათი, მესმის და თუ იცოდი რომ მერყევი ხასიათი გაქვს და გადაფიქრება შეგიძლია, შეგეძლო გაჩუმებულიყავი უბრალოდ, უფრო ლამაზი გამოჩნდებოდა. უფრო ლამაზად გამოჩნდებოდა ეს. მე შენ მაგას იმას კი არ ვთქვი, ჩემი ხმა ტყულა არ გასწორებული. შენი თამაში არის თამაშო, არ ვიყო. აი ესე ძალიან წუხარო თამაშს ტოვებ. მარტო. ვიცი რომ მას ძალიან გაუჭირდება. იმიტომ რომ რაღაც ალბათ მიზანი შეამოღებული, მაგრამ მე მის მჭერა. ძლიერია ცა. ამ კითხე ხასიათს.